დღეს 1 ოქტომბერია. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე 13 წელი გავიდა. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი, რომელიც ოლიგარქმა დღეს დილით გაავრცელა და ოცნების მმართველობის 13 წლის შეჯამებას დაუთმო. მუხანათური ღალატი გუნდის შიგნით, აი ასე მოიხსენიებს ივანიშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს და ვრცლად საუბრობს ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიებზე. წერილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოლიგარქის შიშებსაც, რომელსაც ის ტრადიციულად ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში, მედიაში და ახალ თაობაში ხედავს. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან იკვეთება ისიც, თუ რამდენად აშინებს ოლიგარქის რეჟიმს ხალხის წინააღმდეგობა და უწყვეტი პროტესტი, რომლის კულმინაციაც 4 ოქტომბერს უკვე დაანონსებულია. სალომე ლაბაძე გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, სწორედ ის განაგრძობს ამ თემაზე საუბარს. ხაბარ საყურადღებოა ისიც, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს იმის მიუხედავად, რომ ამ წერილში ოლიგარქი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის ეს 13 წელი იყო წარმატებული და მეტიც ის ასევე ამტკიცებს, რომ ამ წარმატებას ხედავს ქართველი ხალხიც, რატომღაც ოლიგარქმა არ მოინდომა, რომ წარმატება სწორედ ქართულ ხალხთან ერთად აღენიშნა და მეტიც ის გუშინ საკუთარი პარტიის წარმომადგენლების გვერდითაც კი არ დადგა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თაბორის მთაზე გაიმართა, სადაც სწორედ ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობის დასრულება აღნიშნეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებო მათ შორის იმის გათვალისწინებითაც არის, რომ ზუსტად 3 დღეში არის 4 ოქტომბერი, რომელიც არაერთმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა, ოპოზიციურმა პარტიამ და მათთან ერთად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილმა ასევე უკვე გამოაცხადა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანად დამხობის თარიღად და ასევე ამავე დღეს უნდა გაიმართოს მუნიციპალური არჩევნებიც, რომელშიც მონაწილეობის მიღება ითხოვა კიდე საქართველოს მოქალაქეებისგან. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი წერილის ბოლო ნაწილში ჩვენ ცხადია ვკითხეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რა არის იმის მიზეზი, რომ ივანიშვილი არ ჩნდება საზოგადოების წინაშე, რის საპასუხოდაც ისინი გვიმტკიცებენ, რომ ოლიგარქს არაფრის ეშინია, თუმცა ზუსტ მიზეზს რატომ არ დადგა, თუნდაც ის გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლების გვერდით, თავად ქართული ოცნების ლიდერები ვერ ამბობენ. ხაიზღა გვაკლია ქართულ ოცნებას, რომ ლელომ დაგვიდგინოს ჩვენ დღის წესრიგი და განრიგი, რას როგორ აღნიშნავთ და სად ვინ მივა. მე მგონი ეს არის სრულად ქართული ოცნების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი, ვინ სად მივა, ვინ სად იქნება ჩართული და როგორ იქნება ჩართული. რაც შეეხება ხალხს, ხალხი თავის პასუხს იტყვის 4 ოქტომბერს არჩევნებზე. ძალიან მოგენატრათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. თუ მოგენატრათ ძალიან ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შეგიძლიათ ნახოთ მისი განცხადებები ან მისი ჩანაწერები. როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და რა ფორმითაც გადაწყვეტს, რომ მიმართოს ქართულ საზოგადოებას, იგი მიიღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, მაგალითად სულ რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 1 წლის წინ, წინასაარჩევნო პერიოდში, იგი ქართული საზოგადოების წინაშე არაერთ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის პატრიოტ ადამიანთან დაკავშირებით ის შემიძლია რომ გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი არის მისი როლი, განსაკუთრებით 1 ოქტომბერს, რომელიც არის გამარჯვების თარიღი, ასე რომ ის არის ჩვენ სამშობლოში, აგრძელებს თავის საქმიანობას და ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არავინ არ შელახოს. ეს არის რაც შემიძლია რომ გითხრათ. განცხადებები, რასაც ვისმენთ გარედან, გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ციცრუით, ტყუილით, ცილისწამებით, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ გრძელდება მუხარები, ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რომ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით, პრაგმატული პოლიტიკით შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თავად ივანიშვილის წერილი კი საკმაოდ ვრცელია და ამ წერილში ოლიგარქი როგორც მოსაოდნელი იყო, ძირითადად დაკავებულია ქართული ოცნების ამ 13 წლიანი მმართველობის ქებით. ის ამბობს, რომ ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის გამკლავება გარეძალებთან და ამ გარეძალების დაკვეთით მოქმედ შიდა აგენტურასთან, თუმცა რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია სწორედ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკით და მაგალითად პრობლემას, რომელიც ვლინდება იმით, რომ ახლა საქართველო არის იზოლირებული დასავლური სამყაროსგან და დასავლელი პარტნიორებისგან ძირითადად ისმის მხოლოდ კრიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მისამართით, ამაზე ოლიგარქი საკუთარ წერილში არაფერს აღნიშნავს.